მოგესალმებით ჩემო საყვარელო გამომწერებო. დღეს მინდა მოგიმზადოთ ჩემი ცნობილი საბაზისო ცომი, აი საბაზისო ცომს რო ვეძახი, რითაც ვამზადებ აჭარულს, პიცებს, თხელი მერულ ხაჭაპურებს, ღვეზელებს და მე აი ამ ცომით შეგიძლიათ უკვე გადააქციოთ ფენოვან ცომათაც, აი ამ ცომის მომზადება მინდა, ვინაიდან მე დავპირდი გოგი პაპას, ვისგანაც ეს გობი შევიძინე, რომ რამდენჯერაც ხაჭაპურს გამოვაცხობ და პურს მოვზელთქო აი ამ გობში, იმდენჯერ დაგლოცავთქო და დღესაც მინდა და კიდე რატომ მინდა იცით ვიდეო ჩავწერო, რომ ბევრი გამომწერები დამემატა, ბევრმა ემიგრანტმა მომწერა და ვერ უპასუხობ ხოლმე ყველა, ზოგჯერ არ მიჩანს, ბევრი როცა მწერს მესიჯები იმალება და მე ერთიანად რო ამოდის ბევრი 35-30 მესიჯი ყველას ვერ უპასუხობ და ამიტომ ვინაიდან ბევრი გამომწერი დამემატა, კიდევ ერთხელ თქვენი თხოვნით დეტალურად მოგიმზადებთ ეხლა ცომს, რომელსაც აუცილებლად მაცივარი უნდა გამოვატაროთ და დავიწყეთ აბა. ეხლა ამ გობში ჩავასხავ 2 ლიტრა ნახევარ წყალს. აი ასეთი ბლომად ცომი მინდა რომ მოვზილო დღეს. ვინაიდან ამ ცომს უნდა გამოვატაროთ მაცივარი 3 ლიტრი ავიღე, თან დიდია და კარგად ვიმუშავებ. თან ეს ცომი როცა გაქვს მაცივარში არასდროს არ არის ბევრი, იმიტომ რომ ნაწილს ახლა რამოდენიმე წელს ხვალ დროს ან დროს ხაჭაპური გამოუცხო დავტოვებ ზემოთ მაცივარში, დანარჩენს გაყინავ და იბედნიერებ, როცა გინდა გამოიღე და გამოაცხე. 2 თვე გარანტირებულად გაძლევთ ვადას. მოკლედ 3 ლიტრი წყალი, აი დეტალურად ვხსნი. ეს არის შაქარი 1. შაქარი აუცილებლად უნდა, იმიტომ ცომს, იმიტომ რომ ფერსაც აძლევს კარგს და აკეთილშობილებს. მარილი 1, 2, 3. ეხლა ნახეთ ზეთი, აი ვგიჟდები ამ ზეთზე, აი ნახეთ როგორ აწერია მიოჯუზე, აზერულ ქართულია თუ არ ვწდები, არ ვიცი ვის შემოაქვს, მაგრამ აზერულ ქართული ერთობლივი კომპანიის როა ზუსტად ვიცი და ვგიჟდები, მადლობა მინდა რომ გითხრათ რომ გემოები არ გააფუჭეთ, მადლობა მინდა ამის მწარმოებელს გადაუხადო, ფანტასტიკური ზეთია, ერბოს გემოთი საოცრება, იყიდება უფრო საბითუმო მაღაზიებში. და ეხლა უყურეთ 3 ლიტრი ვინაიდან არის 6 სუფრის კოზი, მე თვალის ზომით ვაკეთებ 1, 2, 3, 4, 5, 6. ეხლა უყურეთ ნებისმიერი, თან დავტესტოთ წყალი გაზდის თუ არა, ჯვარის მწერია ჩემ გობს. ეს რო უთხარი წყალი ხო არ გაზდის, გაუამეთქი და გოგი პაპას გაეცინა, მე აქ არა ვარო შვილო, არანაირი წყალი რას ქვია, აი ესე კარგად უნდა ამოურიოთ, ნახეთ. უნდა გადნეს მოკლედ ხო მიხვდით, თუ გინდათ ხელით ამოურიოთ, მე ხელით მუშაობა მიყვარს, ხელით უნდა შეიგრძნოთ, რომ კარგად არის აი ამორეული. და ეხლა ნახეთ, რას გავაკეთებ. ეხლა ამ ცომის მთავარი პრინციპი რა არის ხალხო? 1 სუფრის კოვზი, აი ესეთი არასავსე, საფუარი უნდა ოღონდ უყურეთ, აი ეხლა ხო მოვაფრქვევ ამას. აი, მე დიდი როა, ეხლა ნახეთ რა მალე გააქტიურდება. და სადღაც 5 წუთი დაველოდები რომ გააქტიურდეს და მე ამოურევ ისე და გაჩვენებთ, ჯერ უნდა გაეშვათ. აღარ უნდა ამას საფუარი უნდა გააგვს, ზუსტად 5 შეიძლება 7 წუთი დაჭირდეს. აი ნახეთ ახლა მალევე თბილი პირდაპირ ონკანიდან ჩავასხი თბილი წყალი და გაჩვენებთ დანარჩენს როგორ მოვზელ. ყველაფერს დეტალურად გაჩვენებთ, რომ მე კითხვებს რომ მისვევ და ვერ გპასუხობთ, რო არ გამინაწყენდეთ. აი ნახეთ როგორ გააქტიურდა, აი ზემოდან აი ესეთი აი ამოვიდა და აი ნახეთ გაიხსნა მთლიანად და სანამ ჭურჭელი გავრეცხე. და ეხლა კარგად ამოურევ. ჭურჭელის გარეცხვაზე გამახსენდა სანდრო თუ სულ იმას მიშვება ხოლმე დამცინის, რომ ესე იგი სანამ ჭურჭლის 12 წელია ჭურჭლის სარეცხის მანქანა რომ ეგრევე ვაყიდინე.
მავიწყდება ხოლმე მივადგები და ან წლისაგან არ გამოვა სტვირიო მეუბნება. ეთქობა პაპაშენ სპირიდონსო ბორჯომში არ ქონდაო. ჭურჭლის არეცხის მანქანა და ნაჩვევი არ ხარო დამცილის ხოლმე. აი ესე ნახეთ, ეხლა უკვე უნდა დავიწყო ფქვილის დაცრა და აუცილებლად უნდა დავაცრათ ფქვილი და უნდა მოვზილოთ ფაფუკი ცომი. აი ხელშივე უნდა ამოვიყვანოთ საფორი და თავარი პრინციპი ამ ცომის არის არ უნდა ჩავამაგროთ და მე გეტყვით ახლა რამდენი წავა 3 ლიტრზე. აი ესე დავაცრი, კარგად და მოვზელ კარგ გემრიელ ფუმფულა ცომს. აი ნახეთ, თან დავაცრი, თან ამოურევ, თან დავაცრი, თან ამოურევ, აი ესე. ჯერ წყალი ბლომად არის 3 ლიტრია, ამიტომ ჯერ კიდე მჭირდება ფქვილი და აი ეს სილიკონის ჯოხი. ოხრა ბარაქიანია ეს ჯამი. სადღაც უკვე წავიდა 2 კილო ნახევარი ფქვილი, 2 კილო ნახევარი ფქვილი წავიდა და უკვე შევწყვიტე ფქვილის დაყრა. აი ეხლა უკვე ნახეთ, ხელზე ხომ მეკრის ეს, ნახეთ. აი ახლა კარგად უნდა ვზილო ეს დიდხანს. კარგად, აი ხელშივე უნდა ამოვიყვანო. ხელშივე უნდა ამოვიყვანო. შეიძლება ცოტა ფქვილის დამატება დამჭირდეს და აგერ აი ზეთი მიდგას, ზეთი დავისხა და ზეთით დავამუშაო ბოლომდე ცომი, იმიტომ რომ ცომი არ უნდა ჩაგიმაგრდეთ. აი ამას უკვე რომ მოზელთ, ხო? და მაცივარს გამოატარებთ, ამ ცომით შეგიძლიათ პური გამოვაცხოთ. მაგარი პური გამოგივათ. აი ამ ნაზავით. მაგრამ აი აქ მე მაქვს უკვე 100 გრამი კარაქი. აი ამ რაოდენობაზე უკვე ხაჭაპურს, როდესაც ეს სახაჭაპურე ცომია, 100 გრამი ნაღების კარაქი გამდნარი მიდევს გვერდზე და აი ცომს რო ეხლა დავასრულებ უკვე ცომის მოზელვას, მერე შევაზელ, შევფუთავ, ადრე ვაგუნდავებდი ხოლმე. ეხლა აღარ ვაგუნდავებ, აი პირდაპირ ერთ დიდ გუნდას უფრო პრაქტიკულია, ცელოფანში შევფუთავ, ჩავდებ მაცივარში და ხვალ გამოვაცხობ ხაჭაპურს და დანარჩენს რაც არ მინდა გავყინავ გუნდებს, ხო მიხვდით? ჯერ მთელი ღამე მაცივარი უნდა გამოვატარო, დღეს იმიტოვზო. ფანტასტიურია მეორე დღეს ეს ცომი და მესამე დღეს, მეოთხე დღეს და ასე შემდეგ. სადღაც 3 ლიტრზე წავიდა 3 კილო ნახევარი ფქვილი და აი ნახეთ უკვე აღარ უნდა ფქვილი და აი ხელზე აი ესე ზეთს ვისხავ და აი ესე გავაგრძელებ ცომის დამუშავებას, ნახეთ. მე ამას გავწევ უკვე, გობი ისეთი დიდია და აქვე ამოვაგუნდავებ, აი იმიტომ მინდოდა ეს გობი. აი ნახეთ. აი ხელშივე, აი ნახეთ ხელშივე უნდა ამოიყვანოთ, აი მიხვდებით რომ უკვე ცომი არის მზად, მიხვდით? აი ნახეთ არ უნდა ჩაგიმაგრდეთ, მე აი აქ მოვწევ ესე და აქვე ამოვაგუნდავებ, იმასაც გაჩვენებ და მაცივარში შევძახებ. აი ნახეთ და ეხლა უკვე აი ნახეთ, აი ხელიდან რომ ძრება უკვე მზად არის. ეხლა დავიწყებ კარაქით დამუშავებას, აი კარაქით მოვასხავ კარაქს და თლიანად შევაზელ. აი 3 კილოზე წარმოიდგინეთ რა ცოტა კარაქი უნდა, ნახევარი ბრიკეტი. და უკვე ამოვაგუნდავებ. აი ნახეთ, უკვე ამას აღარაფერი აღარ უნდა, სასწაული ცომია. აი ნახეთ, ბოლო შტრიხები. და ცხიმში ვზელ კარგად. აი ნახეთ. ხელიდან უკვე გძრება, აი გძრება. ისეთი გემრიელი ცომია. აი. ხა მოვაგუნდავებ და იმასაც გაჩვენებთ და მაცივარში 24 საათის განმავლობაში და უგემრიელესი ხაჭაპურები, პიცები, ღვეზელები, რაც გინდათ აცხეთ. აი სასწაული. და რაც თავარი არ დამავიწყდეს გოგოებო, ამ ცომს დალოდება არ უნდა, ეს ცომი ამოდის მთლიანად მაცივარში. ამიტომ ეხლა უკვე დაგუნდავებას დავიწყებ და მაცივარში ესე გავწევ, აქ ფქვილს დავყრი და დავაგუნდავებ და შევფუთავ და იმასაც გაჩვენებთ. მაცივარში უნდა ამოვიდეს მთლიანი პროცესი, მაცივარში უნდა გააკეთოს ამ ცომმა. ამიტომ ამოსვლას დაელოდებით, არ არის საჭირო. აი როგორ უნდა მიხვდეთ რომ მზად არის, ჩემს სამუშაო მაგიდაზე დავყარე ცოტა ფქვილი და აიყურეთ
ერთ ხაჭაპურს არ სჭირდება, აი ნახეთ, ერთი. ცოტა დავამატოთ. აი. ნახეთ როგორ მეკვრის ხელზე, მაგრამ აი აქ ამოვაგუნდავებ უკვე. აი, მიხვდით? აი ზოგი რომ მეუნება ჩამიმაგრდა, აი всё მორჩა. და გადადით. აი. და აი ესე ნახეთ. ხო არის, აი თითქოს გონიათ რომ მოზელილი არა. გადავიტანე. მორჩა. დავამატებ ცოტას. ამას მეტი არაფერი არ უნდა. აი იმას ის რაოდენობა ფქვილი აიღო უკვე და აქ კარგად დავამუშავებ ახლა და всё. აი ამას ახლა შევფუთავ და მთელს გაჩვენებ შეფუთულს. მიყვარხართ. და ნახეთ ცოტა ბევრი მომივიდა რა თქმა უნდა. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 გუნდა გამომივიდა. აი ნახეთ აი ეს ფუმფულესი ცომი. ნახეთ აი როგორი ცომია 16 გუნდა გამომივიდა. საკმაოდ დიდი ეშკი და შეიძლება გაიყოს და ტაფის ხაჭაპური გამოცხოს და აი ესეთ გამოსაცხობ ცელოფნებში აი ესე შევახვევ ახლა. აი კარგად უნდა შეფუთოთ, ხომ ცომი არ გამოვიდეს და კიდე პარკში ჩავდებ და ისე შევდგავ მაცივარში. ანუ ეს 16-ვე გუნდა ჯერ უნდა ჩავდოთ მაცივარში. მაცივარში რო ამოვა ეს ცომი და დაასრულებს ამოსვლას, მე გადავიტან საყინულეში. აი სულ ეს არის შემოსაყვარებელი მეგობრებო და წარმოიდგინეთ ხა ეს ცომი რო გაქვთ მაცივარში და საყინულეში, აი როცა გეტყვით, ვინც არ უნდა მოვიდეს, სტუმარი იქნება, თუ ოჯახის წევრი იქნება, პიცა მოუნდება თუ რაც მოუნდება, წამში გამოაცხობთ ყველაფერს. აი ეს მინდოდა რომ მეჩვენებინა მიყვარხართ, ბედნიერ დღეს გისურვებთ და სიკეთეს გისურვებთ, მშვიდობას გისურვებთ და სულ ჯანმრთელები და გახარებულები მენახეთ.